მოგესალმებით, დღეს არის ჩვენი შემდეგი ეპიზოდი, e-commerce review-ის შემდეგი ეპიზოდი და დღეს ვართ სტუმრად ერთ-ერთ ძალიან საინტერესო კომპანიაში, ეს არის კომპანია Boxet, რომელიც უცხოეთიდან ამანათების გამოწერის სერვისია, საკმაოდ წარმატებული და ვესტუმრეთ სოსო ჩხიკვაძეს, Boxet Georgia-ს დირექტორს. მადლობა სოსო გადაცემაში დაგვთანხმდი მონაწილეობაზე და თუ შეიძლება რომ მითხრა როგორ დაიწყო Boxet-ის ისტორია რა. გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა ლადო გადაცემაში მოწვევისთვის. რაც შეეხება ხო Boxet Georgia-ს, ორი სიტყვით ვიტყვი, რაღაცა კომპანიის მოკლე ისტორიას. კომპანია უკვე დაახლოებით 6 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. თავიდან ცოტა განსხვავებული პროფილით ოპერირებდა რეალურად ამანათების გაგზავნით იყო საქართველოსთან დაკავებული სხვადასხვა ქვეყნებში. სოფლიოს ნებისმიერ წერტილში უფრო სწორედ, მათ შორის როგორც ამერიკაში, ევროპაში თუ სოფლიოს დანარჩენ ნებისმიერ ქვეყანაში და წლების მანძილზე ამ კონკრეტულ მიმართულებით იყო ძალიან აქტიურად დაკავებული და წარმოდგენილი ბაზარზე. დაახლოებით უკვე მესამე წელი არის, რაც ამანათების ჩამოტანაშიც განვავითარეთ ბიზნეს, როგორც ერთ-ერთი ბიზნეს მიმართულება და უკვე არა მარტო ამერიკიდან, როგორც ეს იყო ჩვენი პირველი საპილოტე მიმართულება, ამანათების ამერიკიდან იმპორტი, უკვე ჩინეთიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან ვახორციელებთ ასევე ამანათების იმპორტს. სოსო, რატო იყენებენ დღეს მომხმარებლები Boxet Georgia-ს და რა მთავარი პრობლემა და გამოწვევა მოუგვარა Boxet-მა მომხმარებლებს? ხო, რატომ იყენებენ მომხმარებლები, ანუ ძირითადი სერვისი რეალურად რის გამოც იყენებენ, არის ის რომ მათ აქვთ საჭიროება სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე შეძენილი ამანათები, რომელიმე გადამზიდმა მათ ჩამოუტანოს საქართველოში და შეძლონ ამ რაღაცა ნივთების თუ პროდუქციის მიღება. ეს არის ერთადი სერვისი, რის გამოც იყენებენ, მაგრამ რატომ ირჩევენ Boxet-ს, აქ ალბათ ცოტა უფრო ძალიან საინტერესო. ხო, აქ ცოტა უფრო რაღაცა რითი განსხვავდებით ზე უნდა ვისაუბროთ ალბათ და რეალურად ეს ინდუსტრია არსებობდა Boxet-ამდეც, აქ რაიმე ესეთი ძალიან ახალი და ინოვაციური არ შემოუტანია Boxet-ს თავისი არსებობით, რეალურად ამანათები იქამდეც ჩამოდიოდა საქართველოში, ბუნებრივია, უბრალოდ ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა და რეალურად დღესაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმაზე თუ გვესმოდეს რა არის რეალურად დღეს ბაზარზე პრობლემა და რა ტკივა მომხმარებლებს ამ ნაწილში. ამ ნაწილში მომხმარებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტკივილი რაც იყო, რაც მუდმივად გვესმოდა, ეს იყო რაღაცა სისწრაფე, რომელიც ერთ-ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულება არის, რის გარშემოც ზოგადად Boxet-ი თავის რაღაცა ბრენდის მიმართულებას ანვითარებს, იმიტომ რომ ვიზახით რომ ვართ გამორჩეულად სწრაფები ვართ ყველა ნაწილში, როგორც ამანათების ჩამოტანის, ასევე მომხმარებელთან კომუნიკაციის ნაწილში, ვცდილობთ რომ რაღაცა ნებისმიერი საკითხი, რომელსაც მომხმარებელი დააფიქსირებს, თუ უბრალოდ რაიმე კითხვას მოგვართავს, იმ ნაწილშიც გამორჩეულად სწრაფად მივაწოდოთ მომხმარებელს ინფორმაცია და ეს სისწრაფე არასდროს არ აისახებოდეს რაიმე კომპრომისში ხარისხთან მიმართებაში. ყოველთვის ვცდილობთ რომ რაღაცა შევძლოთ და შევინარჩუნოთ სისწრაფის და ხარისხის რაღაცა ერთობლივი ეფექტი და მომხმარებელს ეს რაღაცა სერვისი შევთავაზოთ რომ გამორჩეულად სისწრაფის ფონზე ვიყოთ ძალიან ხარისხიანი კომპანია ყველა მიმართულებით როგორც მხარდაჭერის ნაწილში, ისევე კომპეტენციის ნაწილში და ზოგადად ყველა ტიპის სერვისის ნაწილში, რაც კი ჩვენ ინდუსტრიაში შეიძლება მომხმარებელს სჭირდებოდეს. კი, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ Boxet-ი ძალიან სწრაფად გახდა ძალიან პოპულარული კომპანია რა. კი, ანუ ერთ-ერთი ხო პირველი რაღაცა message box-ი რო დავარქვათ, რითიც დავიწყეთ თავდაპირველად ოპერირება, ეს იყო რომ კონკრეტულ დღეებს ვიძახდით, რომ აი Boxet-ი 4 დღიდან უკვე დაახლოებით 4 დღეში, 5 დღეში ამანათები ჩამოვაქვს უკვე ამერიკიდან. პირველი მიმართულება რაც ქონდა ეს ამერიკიდან ჩამოტანები 4-5 დღეში უკვე ადამიანებს ამერიკაში ჩვენთან მოტანილი ნივთი უკვე თბილისში ფილიალში იყო გასაცემად მზად ასე რომ ვთქვა და მომხმარებელს უკვე შეეძლო თავისი ამანათები მიეღო ხოლმე. ამიტომ ხო სისწრაფე ალბათ ასოცირდება რეალურად ძალიან დიდი კომფორტია რა. ძალიან გეთანხმებით. ხო და რაღაცა ეს ნიშა გვინდა რომ არ დავკარგოთ არასდროს და რაღაცა ყოველთვის მომხმარებლისთვის ასოცირდებოდეთ როგორც ერთ-ერთ ყველაზე თუ არა ერთადერთ ყველაზე სწრაფ გადამზიდ ალტერნატივასთან სხვა კონკურენტებთან მიმართებაში. სოსო, რომელი არის ქართველი მომხმარებლებისთვის ყველაზე მოთხოვნადი ონლაინ მაღაზიები?
Online ყველაზე მაღაზიები ხშირად რომელი მიებიდან იწერენ რა? ხო, განსხვავდება ალბათ ქვეყნების მიხედვით. რეალურად ამერიკაში პირობითად თუკი ყველაზე პოპულარული online მაღაზიები შეიძლება იყოს Amazon-ი და eBay, ყველაზე გავრცელებული რომელიც არის და საქართველოშიც ყველაზე აქტიურად ამ ორ პლატფორმას იყენებენ. ჩინეთის შემთხვევაში განსხვავდება. ჩინეთის შემთხვევაში იქ სხვა პლატფორმები და პირობითად ძალიან აქტიურად იყენებენ მომხმარებლები AliExpress, Pinduoduos, არის იქ Shein-ი და სხვა პლატფორმები, მათ შორის Temu არის ძალიან აქტიურად, ასევე საქართველოში და ძალიან პოპულარულია, რეალურად ბოლო პერიოდში მით უმეტეს. თურქეთში იქ ტრენდიული არის, რაღაცა ძალიან დომინანტურად წარმოდგენილი საქართველოში. და საბერძნეთის მიმართულებაში ძირითადად რაღაცა ის ტანსაცმლის მიმართულებაა განვითარებული და ძირითადად Zara, ბერშკა და რაღაცა ბრენდული მაღაზიებიდან ხდება ძირითადად ტანსაცმლის გამოწერა. ასე რომ ხო, ონლაინ მაღაზიები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, რომელი ქვეყნიდან ახორციელებს ადამიანი იმპორტს, თავისი შესაბამისი რაღაცა პლატფორმები არის ყველა ქვეყანაში გამორჩეულად პოპულარული. გასაგებია. როგორ მუშაობს თქვენი ტრეკინგის სისტემა რა? ვიცი რომ დღევანდელ დღეს მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს მუდმივად საქმის კურსში იყვნენ. აი სად არის ახლა მათი ამანათი, როდის ჩამოვა, როდის მიიღებენ? ხო, ზოგადად ტრეკინგი როგორ მუშაობს, ალბათ ამაზე ორი სიტყვით ვიტყვი და მე ჩვენთან როგორ მუშაობს ამ ყველაფერზეც ვისაუბრებ. ანუ ზოგადად ტრეკინგი რა არის? ხო, ანუ თითოეულ ნიუტს, პროდუქტს, ამანათს, გზავნილს ხო აქვს თავისი უნიკალური კოდი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც არის იგივე ტრეკინგ ნომერი. შესაბამისად აი ამ რაღაცა პროცესში, სანამ აი ადამიანს ამანათი მიუვა სახლში იქნება თუ ჩვენს ფილიალში, რაღაცა ძალიან დიდ გზას გადის, ხო? ანუ აი ერთი გზა რომ წარმოვიდგინოთ, აი ადამიანი Amazon-ზე პირობითად რაიმეს შეიძენს და რა გზას გადის ეს ამანათი მანამ სანამ შემოვა თბილისის ფილიალში იქნება თქვა თან აი რომელიმე ბოქსეტის ფილიალში წარმოდგენილი. ჯერ პირველ რიგში ეს ამანათი მოხდება ამერიკაში პირობითად საკურიერო კომპანიის ხელში. და საკურიერო კომპანია როგორც კი ამ ამანათს ჩაიბარებს, ის პირველ რასაც გააკეთებს, დაასკანერებს აი ამ ტრეკინგ ნომერს უსტევ. როგორც კი ეს დაასკანერდება, უკვე არსებობს სტატუსი. ანუ ჩვენ ყველა ამ ლოგისტიკურ ჯაჭვში ოპერირებადი კომპანია დაკავშირებული ვართ რეალურად ერთმანეთთან, ინტეგრირებული ვართ სხვადასხვა სისტემების დონეზე და შესაბამისად თითოეული ეს ჩვენი სკანირება უკვე სტატუსის ცვლილებას იწვევს და ნიშნავს, რომ პირობითად თუ კი ამერიკულმა კომპანიამ Amazon-დან რაიმე ნივთი წამოიღო და უკვე დაასკანერა, უკვე სტატუსი შეიცვალა, რომ კურიერმა ეს ამანათი ჩაიბარა და მიაქვს დანიშნულების ადგილისკენ. შემდეგ უკვე მოვა ჩვენს საწყობში, ამერიკის საწყობში პირობითად, ხო? იქ ჩვენ ვაკეთებთ უკვე იგივე ტრეკინგ ნომერის დასკანერებას, რომელიც კიდევ ერთ სტატუსს უცვლის და უკვე მომხმარებელს აქვს უკვე შემდეგი სტატუს აპდეიტი, რომ კურიერმა უკვე მიიტანა და უკვე ბოქსეტმაც ჩაიბარა და უკვე დაასკანერა. შემდეგ უკვე ჩვენ ვასკანერებთ გამოგზავნის წინ პირობითად, ხო, რომელიც ძალიან მალე ხდება. შემდეგი სტატუს აპდეიტი უკვე არის, რომ ამანათი გამოიგზავნა საქართველოში. შემდგომ უკვე ეს ამანათი ჩამოვა საქართველოს საბაჟო ტერმინალზე, სადაც კიდევ იგივე ტრეკინგ ნომერს ვასკანერებთ. და შესაბამისად, აი ეს ტრეკინგ ნომერი არის რეალურად აი ეს ტრეკინგის ძირითადი პარამეტრი, რომელიც ყველა ეტაპზე სკანირდება და ყველა ერთი დანიშნულების წერტილიდან მეორე დანიშნულების წერტილში მისვლის წამსვე დასკანერება იწვევს ამ სტატუსის განახლებას და მომხმარებელს უკვე აქვს უტყუარი ინფორმაცია, თუ სად იმყოფება მისი ამანათი, რა პროცედურებს გადის და ყოველ ჯერზე უგზავნით რაღაც შეტყობინებას, რომ უნებრივია, კი, ანუ აი ამერიკაში მივიღებთ, თქვა საწყობში მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ თქვენი ამანათი წარმატებით მოვიდა ჩვენს საწყობში. დამუშავდება, გამოიგზავნება, მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ თქვენი ამანათი გამოიგზავნა. ჩამოვა საბაჟოზე ინფორმირებულია ამის შესახებ. მივიღებთ ფილიალში ინფორმირებულია და უკვე რეალურად ფაქტობრივად მთელ ციკლს აი ამ ტრეკინგის სკანირება იწვევს იმას, რომ მთელი ციკლის განმავლობაში მომხმარებელი სრულად ინფორმირებულია თუ სად არის მისი ამანათი და აი ეს ტრეკინგის სისტემა, რომელიც ბოქსეთს აქვს რეალურად, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დეტალურად და ბევრი სტატუსი მომხმარებელს ვაჩვენოთ, რომ მას მუდმივად კონდეს მის ამანათზე ინფორმაცია და ეს რაღაცა სანდოობის მომენტშიც საკმაოდ კარგად მუშაობს. იმართლა გქონდათ, იმიტომ რომ რაღაცა თანმიმდევრულად მომხმარებელი ღებულობს სრულ ინფორმაციას, ზუსტად სად არის და რა პროცედურებს გადის იმ მომენტში მისი ამანათი. სოსო, თქვენი დაკვირვებით რა, ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ მომხმარებლები ონლაინ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე შოპინგის დროს და როგორ ეხმარებით თქვენ დაუშვათ მოგვარებაში? ხო, საინტერესო კითხვაა, ლადო, რაც შეეხება შეცდომებს.
საერთაშორისო პლატფორმებზე როგორც წესი, ხო ანუ აი როგორ შევხედავთ ამ შეცდომას, გააჩნდა რას დავარქმევთ შეცდომას რა. პირველ რიგში თუ დავარქმევთ შეცდომას იმას, რომ შეიძლება საერთაშორისო პლატფორმებზე ძალიან ბევრი სხვადასხვა მომწოდებელი არსებობდეს, რომელიც თქვათ თავიანთ პროდუქციას ყიდის, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა ყველა პლატფორმას აქვს რაღაცა რეიტინგების სისტემა, რომელიც რაღაცა კარგი სელერია, გამყიდველი იგივე ხო, ვინც ამ პროდუქციას ყიდის, რომელსაც ბევრი რევიუ აქვს პირობითად და სხვადასხვა პარამეტრები, რომელიც მის სანდოობაზე მიუთითებს, უნდა ამას აუცილებლად ყურადღება მივაქციოთ ხოლმე. პირველი ალბათ ეს არის, რომ უნდა გაითვალისწინონ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც მაქსიმალურად ინფორმაცია მოიძიონ, ვისგან ყიდულობენ და რამდენად ხარისხიან პროდუქციას ყიდულობენ, მაგრამ აქ რაიმე სირთულე არის, მთავარია უბრალოდ ამ ყველაფერს დააკვირდეს მომხმარებელი, მაგრამ თვითონ გამოწერის პროცესში შეცდომების დაშვებაზე თუ ვისაუბრებთ, რეალურად აქ პროცესი საკმაოდ მარტივი არის, უბრალოდ რაღაცა კონკრეტული თანმიმდევრობით გაკეთებულ ნაბიჯებს მოითხოვს და ამიტომ აი ამ ნაწილში ვცდილობთ ხოლმე, რომ ადამიანი თუ კი არასდროს პირობითად გამოუწერია რაიმე უცხოური საიტებიდან, ჩვენ მისი რაღაცა კონსულტანტის როლიც მოვირგოთ ხოლმე ერთის მხრივ და საკმაოდ ბევრი ადამიანი მოგმართავს ხოლმე, რომ აი პირველად ვიწერ ამანაც და ხომ ვერ დამეხმარებით რა გავაკეთო. განსაკუთრებით რთულია ხოლმე ეს გამოწერები ჩინეთის მიმართულებიდან, იმიტომ რომ არის პლატფორმები, რომელიც უბრალოდ თარგმანის საშუალებას არ იძლევა და ჩინური იეროგლიფების ამოცნობა ძალიან უჭირს ადამიანს, როდესაც არ იცის, ხო, ბუნებრივია და ამიტომ აი აქაც შევდივართ ხოლმე რაღაცა კონსულტანტის როლში, ვეხმარებით თანმიმდევრულად ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ აი პირველ ნაბიჯზე ეს უნდა ჩაწერო, აქ უნდა ეს აირჩიო და ასე შემდეგ. ანუ რეალურად თუ კი რაიმე დახმარებას საჭიროებენ ხოლმე, ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ნაწილში ძალიან აქტიურად ჩავერთოთ და დავეხმაროთ. ხო, შეცდომები ძირითადად შეიძლება იყოს ის, რომ უბრალოდ რაღაცა გამოწერის დროს რომელიმე ინფორმაცია დააკლდეს პირობითად მისამართის მინიჭების დროს და ან არასწორ მისამართზე მოხდეს ამანათი, ან მოხდეს ჩვენთან უბრალოდ იდენტიფიცირება გაგვიჭირდეს პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ რაღაცა მონაცემი აკლდა პირობითად ან არასწორად იყო. საბოლოო ჯამში ამ ნაწილში რეალურად მომხმარებელი მაინც დაცული არის, უბრალოდ პროცედურა შეიძლება გაუგრძელდეს, გაუხანგრძლივდეს, იმიტომ რომ იდენტიფიცირება ვერ მოხდეს ერთ დღეში და დაგვჭირდეს რაღაცა დამატებითი ძალისხმევის გაწევა, რომ მივხვდეთ თუ ვისია ეს ამანათი. ამიტომ ხო, ერთადერთი არის, რომ მაქსიმალურად სწორად უნდა მოხდეს ინფორმაციის შევსება, თუ სად უნდა მიიტანოს ამანათი საკურიერომ და დანარჩენი პროცესი უკვე თორსა ამათი ჩვენს ხელშია, უკვე ძალიან მარტივი არის მომხმარებელისთვის და იმდენად უმტკივნეულოდ ჩამოდის ეს ამანათები, რომ იქ რაიმე სირთულეებს როგორც წესი არ აწყდება ხოლმე. სოსო, მინდა შევეხო customer service რა, მომხმარებლებთან კომუნიკაციას. რამდენად სწრაფად იღებს მომხმარებელი პასუხს, ასე ვთქვათ რა. რამდენად გამართულია, ასე ვთქვათ, call center და ეს მომსახურება რა. კი, ეს არის რეალურად მიმართულება დეპარტამენტი კომპანიის, რომელზეც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, იმიტომ რომ აი თავშიც ვახსენე, რომ ეს იყო ერთ-ერთი ტკივილი, რომელიც ჩვენ გვესმოდა მუდმივად, რომ მომხმარებელს ჰქონდა ამ ინდუსტრიაში, ამ რაღაცა ლოგისტიკის ბაზარზე და ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იყო, რომ გვინდოდა, რომ აი ეს კონკრეტული მიმართულება ყოფილიყო ერთ-ერთი ჩვენი განმასხვავებელი სხვა კონკურენტებისგან, ასე რომ იდეალურად გამართული. იდეალურად გამართული როგორც გაცემული პასუხის სისწორეში და კომპეტენციაში და ხარისხში, ასევე სისწრაფეში. და აი ამ სისწრაფისთვის ჩვენ საკმაოდ ბევრი რაღაცა ძალისხმევა ჩავდეთ, როგორც ტექნიკური გაუმჯობესების ნაწილში და ბევრი რაღაცა შიდა სისტემები დავნერგეთ, რომელიც ძალიან გვიმარტივებს საბოლოო ჯამში მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესს და გვაქვს ასევე ჩვენი შიდა საზომი პარამეტრები, რომლითაც ვზომავთ თუ რამდენად სწრაფად და ხარისხიანად ვემსახურებით მომხმარებელს, მათ შორის ბოლო პერიოდში უკვე ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება მოვახდინეთ სხვადასხვა ამ ანალიზის ნაწილში. ჩვენ არ გვინდა რეალურად რომ რაღაცა ხელოვნური ინტელექტი იყოს ჩვენთან კომუნიკაციის ერთ-ერთი წყარო, ეს ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ასე რომ ვთქვათ, გვინდა რომ ადამიანები პირიქით მაქსიმალურად ადამიანებთან რაც ადამიანურ ენაზე ვესაუბრებოდეთ, უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ აი ეს ყველა კომუნიკაცია გავაანალიზოთ, ვნახოთ
სადმე ხომ არ გქონდა რაიმე პრობლემები კომუნიკაციაში, ან სადმე ხომ არ გქონდა დაგვიანებები თვითონ თითოეული თიკეთის, იგივე რაღაცა საკითხის მოგვარების ხანგრძლივობაში, როგორც პასუხისგაცემის ხანგრძლივობაში და ასე შემდეგ. ანუ ძალიან აქტიურად ვამონიტორინგებთ, ვაკონტროლებთ და ვცდილობთ, რომ მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე გქონდეს ეს მიმართულება. ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ცვლილება გავაკეთეთ, გავუშვით მობილური აპლიკაცია, დავამატეთ ახალი ბიზნეს მიმართულებები, რომლებიც რეალურად ძალიან კარგად დაიწყო და კარგად განვითარდა, უბრალოდ ამან საკმაოდ მაღალი მომართვენობა გამოიწვია. და რაღაცა პრობლემებიც კი დაგვიდგა ამ ნაწილში, იმიტომ რომ შევატყეთ, რომ რაღაცა მოკლე პერიოდი ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვიყავით ამ ნაწილში და ფაქტიურად არ ვიცი, აი დაახლოებით 2-დან 3 კილომეტრი პერიოდია, აი მთელი ძალისხმევა, მთელი გუნდის მობილიზებული იყო იმისკენ, რომ აი ეს ცეცხლი ჩაგვექრო და დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ჩვენ ვატყობდით, რომ ვერ ვიყავით ისეთივე სწრაფები და ხარისხენები კომუნიკაციაში, როგორც ყოველთვის ვიყავით ხოლმე და ძალიან მალე ვეცადეთ, რომ ეს პრობლემას მოგვეგვარებინა და უკვე ხო დაახლოებით რამოდენიმე 2-3 წელი გაგვიგრძელდა ეს პატარა პრობლემა რომ დავარქვათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პრობლემა გადავჭერით ძალიან მოკლე ვადებში და რეალურად დავუბრუნდით თუ არა გავაუმჯობესეთ ის ჩვენი რაღაცა პირვანდელი პარამეტრები, საზომი პარამეტრები, რომლითაც ვსომავთ ჩვენს ეფექტურობას კომუნიკაციის ნაწილში და დღეს ძალიან ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი რაღაცა პარამეტრებს ვახსენებ, ხო? ანუ ჩვენი მომსახურები, ჩვენი რაღაცა მხარდაჭერის ნაწილში პირობითად ჩვენი პირველივე ზარზე პასუხისგაცემის რეიტი დაახლოებით 97%-ს გადაცდა უკვე რომ ანუ მომხმარებელი გვირეკავს და ჩვენ პირველივე ზარზე მასთან ვახერხებთ კომუნიკაციის დამყარებას, ის დაკარგული 2-3% ჩვენ მაქსიმუმ 1 საათის განმავლობაში ვიძლევთ უკავშირს, ანუ ჩვენგან პროაქტიულად ვახორციელებთ მასთან კომუნიკაციას და ანუ ეს ზარები ძალიან მალევე და დღის განმავლობაში ყველა მათგანი აუცილებლად იხურება და ასევე მოწერილ კომუნიკაციაზე ჩვენი პასუხის საშუალო გაცემის დრო 2 წუთზე ქვევით არის უკვე წუთი და რამოდენიმე წამი არის საშუალოდ, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია რეალურად და ვცდილობთ რომ ეს ნაწილი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და მომხმარებლებმა კიდევ უფრო მეტად იგრძნონ ის რომ მხარდაჭერის ნაწილში ძალიან ისეთი კარგი პარტნიორი ყავთ ჩვენი სახით. ძალიან მაგარია. სოსო დატას ნაწილი მაინტერესებს რა. როგორც ხვდები, დატას ძალიან კარგად იყენებთ სტრატეგიული განვითარებისთვის, რა მაგალითად სიტყვაზე მომხმარებლების მომართვიანობის გაანალიზება და ასე ვთქვათ სხვა დატას რა. დიახ. ხო, ну ალბათ 21 საუკუნეში data driven management-ი. ნუ დატას გარეშე ძალიან რთული არის გადაწყვეტილებების მიღება, იმიტომ რომ თვითონ კარნახობს რეალურად საიტკენ უნდა განავითარო, თქვათ, რაღაცა შენი შემდეგი ნაბიჯები და ხო, აი, რაში ვიყენებთ რეალურად დღეს ჩვენ data-ს, ხო, ანუ ვიყენებთ ძალიან მნიშვნელოვნად ჩვენი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ნაწილში რა. ერთი რომ ვაგროვებთ სრულ ფიდბექს რეალურად მომხმარებლისგან, ამას ვაანალიზებთ როგორც ადამიანური რესურსის ჩართულობით, ასევე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომ ჩვენ რაღაცა ჩვენი key insight-ები, ჩვენი რაღაცა მთავარი მიგნებები ამოვიღოთ ხოლმე ამ კომუნიკაციებიდან და შესაბამისად შემდეგი რაღაცა ნაბიჯები დაგვეგმოთ ხოლმე. გარდა ამისა, რაღაცა კომუნიკაციის გაანალიზების გარდა, ასევე ვაანალიზებთ ბუნებრივია ჩვენი ყველა მომხმარებლის ქცევის დინამიკას, როგორც მათი რაღაცა აქტიურობის ნაწილში, მათი რაღაცა შეკვეთების, შემცირების გაზრდის ბუნებრივია ინდივიდუალურ ჭრილში და ჩვენ როგორც კი იმ რაღაცა ჩვენი ნიშნულებს დავინახავთ, რომ რაღაცა ან ჩამოწდა, ან რაღაცა გაიზარდა, ჩვენ უკვე რაღაცა ჩვენი შიდა ალერტები გვაქვს, რომ აი აქ რაღაცა ჩართულობას საჭიროებს მომხმარებელს, რაღაცა ან ყურადღება ხომ არ მოაკლდა, ან რაიმე ხომ არ იყო, თქვათ, რაც გამოგვეპარა და გამოცდილება ქონდა ნეგატიური, რომელზეც სამუშაო გვაქვს და აი ამ რაღაცა ძალიან ბევრი ინფორმაციის თავმოყრის საფუძველზე ვახერხებთ ხოლმე რომ სწორედ დროულად და ეფექტურად მივაგნოთ ხოლმე თუ სად გვაქვს პრობლემა და ტელეკონცენტრაცია იქითკენ მივმართოთ ხოლმე და ნუ ხო სხვა შემთხვევაში ძალიან გაჭირდება თუ კი ამ ყველაფერს დეიტაზე დაყრდნობით არ გააკეთებ ალბათ რა. კარგი და ბოლო კითხვა მაქვს რა გეგმები აქვს ბოქსეთს თუ რა თქმა უნდა კონფიდენციალური და საიდუმლო არ არის. არა, კონფიდენციალური არაფერი არ არის ბოქსეთს. რეალურად ძალიან დიდი გეგმები აქვს. გეგმები აქვს საქართველოში, ბოქსეთ ჯორჯიას განვითარების ძალიან აქტიურად. ეხლაც ძალიან აქტიური განვითარების ფაზაში ვართ და ბოლო 1 წელში უკვე საკმაოდ ბევრი რამე შევცვალეთ ჩვენს კომპანიაში. ბევრი
მიმართულება დავამატეთ როგორც ქვეყნების ნაწილში, ასევე მობილური აპლიკაცია დავამატეთ, რომელიც ასევე აი იმ რაღაცა შეგროვებული მომხმარებლის ფიდბექის ნაწილი იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მათგანი ითხოვდა დამატებით ამ კომფორტს და ჩვენს ბუნებრივია მაქსიმალურად მალე ვცადეთ, რომ ეს პრობლემა გადაგვეჭირა და უკვე მობილური აპლიკაციაც შევთავაზეთ. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ჩვენ გვინდა რომ კიდევ უფრო მეტ მომხმარებელთან ვიყოთ, რაც შეიძლება ახლოს. ეს სიახლოვე გამოიხატება იმაში, რომ რაც შეიძლება მეტ ადგილას გავხსნათ ჩვენი ფილიალები, ჩვენი ოფისები რეალურად რომ ამ მომხმარებლებს ეს რაღაცა ლოკაციური დისკომფორტი არ ქონდეთ. დღეს თუ გვაქვს პირობითად 5 ლოკაცია, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაკითხონ და წაიღონ ამანათები ან მოიტანონ და გასაგზავნი ამანათები დაგვიტოვონ. ჩვენ გვინდა რომ პირველ რიგში დაფარვა გავზარდოთ აუცილებლად და უფრო მეტი ამ მომხმარებლისთვის ვიყოთ მათთვის კომფორტულ ლოკაციაზე. და გარდა ამისა, ასევე ჩვენი გეგმები, რაღაცა მოკლევადიანი გეგმები მოიაზრებს იმასაც, რომ გვინდა განვავითაროთ ჩვენი პროდუქტი რეალურად ისე, რომ ჩვენ გონია რომ გასაღები ამაში არის რა. ანუ პროდუქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ კი პროდუქტი მომხმარებელზე არის მაქსიმალურად მორგებული და მისთვის რაღაცა ყველა საჭირო ელემენტს სრულფასოვნად ფარავს, უკვე ამოცანა გადაჭრილია, ასე რომ ვთქვათ რა და ჩვენ გვინდა პროდუქტი განვავითაროთ და დავხვეწოთ მაქსიმალურად ისე, რომ მომხმარებლისთვის ჩვენი პროდუქტის, ჩვენი სერვისების მოხმარება იყოს მხოლოდ კომფორტთან ასოცირებული და არავითარ რაღაც დამატებით თავის ტკივილთან ან რაღაცა სირთულეებთან. ამიტომ ეს არის ძირითადი ჩვენი მოკლევადიანი გეგმა, რომ პროდუქტი მოვიყვანოთ მაქსიმალურ სრულყოფილებამდე და დავფაროთ, გავზარდოთ ჩვენი დაფარვის არეალები, რომ უფრო მეტ ადამიანს შევძლოთ და გავაცნოთ და გავატესტინოთ ჩვენი სერვისი თუ რამდენად სწრაფები და ხარისხიანები ვართ მართლა. გასაგებია. ძალიან მაგარია, მიხარია თქვენი წარმატება და რამეს ხო არ დაამატებდი კიდე? რამეს ხო არ დავამატებდი? დავამატებდი ალბათ იმას, რომ ვიტყოდი ჩვენი რაღაცა ბოლო 1 წლის ისტორიას, რომ რეალურად ბოლო 1 წლის მანძილზე ჩვენ ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესი ვიყავით ამ ჩვენს მიმართულებაში. და რითი იყო ეს განპირობებული, მაგას ვიტყვი ორი სიტყვით. ეს განპირობებულია იმით, რომ ეს რაღაცა ჩვენი მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით და მუდმივი პროდუქტის განვითარების სურვილით და мотивაციით არის ეს გამოწვეული და რეალურად ჩვენ ვცდილობთ ერთადერთი რამე არის ჩვენი ამოცანა, რომ სადაც ვართ იმ ბიზნესში მომხმარებლისთვის შევქმნათ საუკეთესო შოპინგის, საერთაშორისო პლატფორმებზე შოპინგის საუკეთესო გამოცდილება და მოკლედ ჩვენი რაღაცა მთავარი мотиваტორი არის ის, რომ ვიყოთ ყოველთვის და შევქმნათ ყოველთვის მათთვის უკეთესი გამოცდილება. ძალიან მაგარია ეგეთი მიდგომით რო ხართ ამ იმაზე ბაზარზე და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ.